მომერატლინი. ვაცკრია ლოთ ფრიქციონები, ბრატ. აბა რა უნდა ვქნა? დღეს წერის დღე გვაქვს. ახლა თუ გამოვაწერი. რაც გუშინ ქორჩილა გამოვიდა, იმის მესამედი რო გამოვიდეს წერი. გმაყოფილი ვიქნები. Redhead კლასიკა ჟანრა. მაგრამ ვოლფრამი ბალახში თუ არ გავიჭედე, რაც ხა უნდა დაუწყაპუნოს. ჯანო, შენ წერზე ნაკლები გამოცდილება გაქვს და ცოტ-ცოტას რაღაცებს გასწავლი. აუცილებლად. და ჩვენი მაყურებელიც მოისმენს. აი მაგალითად ჯიგის ამბავში წერს ამბობენ, რომ ქორჩილასავით და ფარგასავით საფეხურებრივი მკვეთრი გატარებები დიდად არ მოწონს, იძახიან რა. და აკეთებენ ეგეთ რაღაცას. თავისთავად ჩახვედი ფსკერზე, ფსკერი იპოვე და წავიდა. 2-3 ამოხვევა და როცა ეცემა ჯოხის წვერს წევს ზემოთ. რომ დაცემის პროცესი შეანელო კიდე რა და ცოტა სხვანაირად ეცემა. ანუ ესე მკვეთრად არ ეცემა რა. და ძალიან ხშირად აი ამ ხრიგზე რეაგირებს ამბობენ. და მე რაც გამიტესტავს ამართლებს რა. ხო, სხვათაშორის მე რაც დამეჭერია ჯიგზე, სულ ყველაფერი იყო ვარდნაზე. კი, ვარდნაზე. სარამ დაეცემოდა. ეხა ფარგასს როგორ აიცი? ძალიან ხშირად გადატვირთვა უყარს ფარგასს. აი თუ საჭიროა გაუტარო 10 გრამი, იქ შეიძლება 15-მა უფრო კარგად იმუშაოს. ფაქტიურად საფეხურს ვერ აკეთებ, აი ესეთი თითო წამოკვრა გაქვს და მიხოხავსავით რა. ნეტყობა რა ვკი ვრჩხალაგუნია ან წურბელა და უტევს გიჟივით, მაგრამ ყოველთვის ეგრე არაა. და წერზე აი ეგეთი გატარება თითქმის არ მუშაობს. ხო, წერს უფრო თანაბარი და ეგეთი უყვარსო. საინტერესო მოგება. ო და ნახოთ რა გამოვა, მაგრამ აქ და რაღაც ხო, მოძრაობა რა, ვიმოძრაოთ. ჯანო ეს ორი დღე არის მეღუზე. მეღუზე ვარ. გუზოლოდ. რა წერის ფრად გათენდა ჯანო. კი. მაგრად გათენდა. დღეს ჩათვლაში გვაქვს მხოლოდ წერი, არავით არის კობრი. არავით არის ქორჩილა. არ დამანახო. არა, ქორჩილა პრიკუფში მოსულა რა. მოვა. ოღონდ გობლერზე. კაი, წავედით ახლა პირდაპირ თლუღისკენ. მუნსად შესართავია. წავედი. წერია? წერუკა? არა ქორჩილა არ მგონი. მიდი. პირველი გადაგდებაც მავა. გეუბნები იქ რომ დავინახე რაღაცები, ეს საინტერესო იყო. ქორჩილა ბიჭო რა კარგი ზომა. გუშინ არ გეყო ხო ქორჩილები? ბრავო, კარგია. კრევე ტეისტილერ და ურა კაი ზომა. რა ესეც წავა. ესეც წავა. გინდა ჩოგანი? ჯორავი მაიცა. როგორ გასწავლეთ ითის ჩაყოფა? აი ესე. გადახსენი დუშკა. გადარაც გვანა. კარგად ბაგუნა ხო? სადა აქ თეილი დახეჩები. მაიცა მოხსნა მაგრამ. გოზა მოვწიფ. так, ეცი. არ დაუსიანდეს ლაყუჩი. Всё.
Tail spinner-ი. ეს უკვე 44-იანი უნდა იყოს სტანდარტული. ბიჭო ხო რაღაცა ეგრეა რა. 45-ია. 45-ია. საო. დაკათათი. მიდი ხუზა ჩააგდე და გავჩერდით აქ. ჯანდო კიდე რაღაცას ათრევს. ითქორჩილას ათრევ. მოგიყვანე ბუდეში. ეს არის ბუდე 2. ბომბორა. კარგია. ესეთი ნატურალური მოზრდილი რეინჯი ვცადოთ. კარგად მიფრინავს. წერი თუ ქორჩილა. აბა ამოირჩიეთ, პირველი მიახტება. ორა დაუბაგუნდა რაჩი. სუკა ხო? ქორჭილა. არა დიდი ქორჩილა. რეინჯი? დიდი რეინჯი. აბა. ხელი და წამბართვა ბიჭო ლამის. პაუზაზე რო გელაპარაკებოდი. მე ვიღებდი. იღებდი? დარტ. ვარა კაი ქორჭილა ბიჭო. კარგად აგმოდები. შესანსლა. ჩა ეს 45-იანია ნახე. ეს. მოდი გადაგიღო. საღოლევა, საღოლ. აი საღოლ. რა კაი, თამობლერზე რა დურთა. მაგარი, ბიჭო წერს დავსდევ და ეს დაო. არა, იმენა არ უნდა წერს, ქორჭილას მინდა რა, დღეს. არა, წერიც უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ეს თანჭერილია რა, პრიკუბში მოდის. მოდის. ათი. არ გავზომე. აი, გიქნებოდა 50. არა, სტანდარტული 45-იანი. რეინჯი. დასიჯადო. დილის სესია როგორია? სხვა არის? ახოს რო აიღო მაგიტო იბრძვის ესე. წერია? არ შეგისტროს. შეიძლება 48-იანი იყოს. ხება ეს რა. აუ მე წერი მინდა რა წამოსვაგან. წამოსვაგან. აკენა წამოსვა. ბრავო, კარგია. ხო, ეს უნდა გავზომოთ და ავწონოთ. გახსენი დუშკა, გახსენი ყოველთვის. რომ გაფართხავდეს ეგრევე, გიტეხავს წვერს. წერი გვინდა წავედით. აქ ქორჩილებია წავედით. ჩანო ჩახტება და დარჯება. აქ დავრჩები რა. დავიჭიტები თემბერელი. მეტრა ნახევარია სხვათა შორის კი. კითევზა. გები და ესე ხელს ავწევ. კითევზა წყლიდან. ხო, სხვათა შორის მაყურებელს თუ აინტერესებს, გუშინდელი მაგარი ჭერა ქორჩილის იყო 6 მეტრიან სიღრმეზე. და დღეს ვდგევართ აგერ მეტრა ნახევარ წყალში. და აქაც იგივე ზომები იჭირება მშვენივრად. ასე რომ ძებნა უნდა უბრალოდ რა თორე. იცი რა, ძებნა უნდა და სწორი სატყუ არა. ეგას არ მნიშვნელოვანია. ხო. სხვადასხვა რაღაცები ვცადეთ და იყო? მოსდევს თუ რა შევა? აბა, ჩემი სატყუ არა, მიდი. დავკე ჯოშ დაწია დაბლა დაწია. всё, კაი. კონკრეტ ქორჩილაფს კერთან არის და ობლერზე არ ამოდის.
ერთი კი დავიჭირე, მაგრამ მეტი არა, ეხლა ვიცი მე რაზე გადავალ. ტაფელაზე. ჯემი ტაფელა სად არის? აკასი ბალახი წაგებ გამოიღეს. აი საღოჯადო. პატარა ის ხო თეილი. საკმაოდ ახლოს აიღო. ჯემი ტაფელა. ია თეილი, მაგრამ გორჭილა ბომბო რა. კარგია? Bravo. კუზიადი ქორჩილები. დავიდა ჩვენი ტაფელა. ეგრევე პიჭო. არჩებს კერძია რა, არ უნდა შენი ოპლერის ზემოთ არ ამოდის. მაგრამ საფსკერზია, მაშინ ტაფელა მუშაობს. აკეთ ნახება. არის ჯეკოლმა თავის საქმე გააკეთა. რა ასწავლე. მაგრამ წერი მინდა მე რა წავიდეთ აქედან. წერი მინდა. რა ძლიერი თევზებია ბიჭო, ნახე. ამას ტაფელა არ ჩას, შესასვლელი აქვს. სასწაულებრივი ჯერებია, ორასაოცარი ჯერებია. საოცარი წერია, საოცარი. პირიგარი სად არის ტაფელა? არა უშოს. მაშინ დავიტოვოთ, ასე არ არის. სადე? ჰა? კარგი, გავავლე და ნახე. ჩადე ჩოგამბადეში და გავავლე ცოტა ხანი. თუ გაუჩერდება სისხლი, წავა უოჭველი. ჩოგამბადეში ჩადე, ცოდოა ხა მაგის მოკლა. კაი ზომა ქორჩილები. შეგილია წაიყვანო კაცმა, მაგრამ ჩვენ გუშინ კობრი წავიღეთ და ამიტომ საკმარისია. თავისუფლება ქორჩილებს. ეგონი დგას. სისხლი თუ არ გაზდის? სადე გაუulis და ბიჭო ტაფელა შენს ვარდნაზე? შენ სამზესა ვარდნაზე ხო? მეტრიდან ამისტრევა არ გინდა. დაიჭირე შენს თორე მოგვატრიალებს ახლა. სხვათა შორის ერთი ისა რა ქვია, ლაიფჰაკი ასე ვთქვათ. აი ესე გიჟურად, აი კოჭით არ უნდა წამოიღოთ დატვირთული. როცა ანუ თევზი როცა მოყავთ. ამოვახვიე, ამოქაჩე, ამოვახვიე. ოჰოჰოჰო. დიდი მეჩვენება თუ. არა, ეს რაღაცა. ეს მგონი სასაზონია. გავიდა სისხლი. გავიდა სისხლი, ის გაშვება არ იქნება. მეორდება გუშინდელი დღე.
არა, რით არის ხა ეს ნაკლები კილოიან, გინდა 2 კილოიან წერზე, მაგრამ რაღაც წერის მუღამი მქონდა რა. არა, არ მაცდიში. არ ხარ შენ სპორტსმენი. ჭეშმარიტი სპორტსმენი არ ხარ შენ. იმიტომ როცა არა, რა თქმა უნდა სიამოვნებაა და სპორტი არა ასიამოვნება. სპორტის შედეგია ჩემო. 45-ია, სტანდარტული 45. სტანდარტული 45. აიღო? ახლოში ხო? მოლეში. პატარა ტაფელა? პატარა ტაფელა. აუ, მაგით ხაშაპები უნდა ვიჭირო. წაიღო. დაგვატრიალა. ეგ პატარა მდინარეზეც მაგარი უნდა იყოს ჩემი აზრით. არა ბუბკა ბიჭო. რა კარგად დამარტყა. დასივი დააპაცე. ხო რა. მერე არ დაჭდა გამოვაცალე პირი და აა ბლის ცოტა პატარა ნემსკავი აქვს. შეიძლება. აი, ხომ პატარა. აი. თუ ჩემსკენ მოვთვის. არა, მაინც პატარა. ო, კარგად შემოატრიალა. არა, კაი ზომა, просто ჩემსკენ მორბოდა. ნუ არა, პატარა. ვაჩმახებ. პატარა. მაგრამ წერან კაი დარტყმა იყო. დადი. თეთრი ბლისი. მომერატლინი ერქვა ამას. ოპა. ბიჭო. ნუ არა, ესეთ ზომებს რაც არ უნდა იჭირო, მაინც ვერ ეჩვევი რა, მაინც გისწორდება. არა ადამიანური ზომები. ერთი ორი იჭერ ეგეთი უკვე კაია და 10 იჭერს რა ვიცი. ახი კლასიკურად მოცელზე უკბინა. ანდი აქ ვეტერა. ჟღარუნა. ტენ 60. ჯანო, შენ იმედი გაქვს რომ კიდე იქნება აქ თევზი? გუშინ რაც უჭირეთ იმის მერე? დარწმუნებული. აი, სპორტული ინტერესის გამო მხოლოდ, მეტი არაფერი. მხოლოდ სპორტული ინტერესი. და არანაირი კობრი არ გვინდა ეხა რა. ძალიან გთხოვ რა. მომერატლინი. ხოლო სპორტული ინტერესი. ხო, დავი შემოატრიალა ვაფშე. არანაირი მაგია, მხოლოდ სპორტული ინტერესი. მგონი დღეს უფრო გაძლიერდნენ, ბიჭო, ესე თუ დავიღალეთ, просто ჩვენ აღარ ვიცი. არა, სტანდარტული 45-იანია. იყო დარტყმა. სტანდარტულია, ჩემო ძმა. კინაღამ დამიჭირა.
რა ჯადო ადგილია. აბა. ლოკაციას ვყიდით 1250 ლარად. დაოცვილი შავრი. მორიგი გიგანტი. დუ. მორიგი გიგანტი. გამოვდე, გაუბარგე. მიახდა გვერდულად. წაეთამაშა. მაგრამ ჩარფა იყო. ო, გვერდზე მიახდა. გამაზა რა. ნახე რომ ის დებილი. ო, პადაჩა მას ქვია, შემირა დაარტყა. რა გაიძუძგა. სიზმარი დღე მეორე. აბა დავატოლოთ. პატარაჩი. არა, შენ გიგანტი დაგიჭერია, აი ესეთი ამბავი. არ დაარტყა და გამასა. რა კაი დარტყმებია. ჩვენ დიდი ხანია არ დაგვეჭახუნებია. გაჩერა ბიჭო, გაჩერა. ას კობრები ვითიქცევიან დღეს. წაძლიერები არიან. ძლიერები არიან ეხა 21 გრამამდე გოხსედა. არჩი პირველი ცდა გაქვს თუ აცილე ტუჩს მე გიждდება. დიახ. დიახ შემაი. თეილი შახტაში. გიჟი გადარეული. ამის მერე რა სადღა რა უნდა ვიტევზავოთ. რაღა ლისი და რაღა ეს ალგეძე რა უნდა იჭირო. მოდი ძიასთან. დარარარარარა. ეს კაი უფრო კაი ფოის არის, კაი ხედია, კავკასიონი ჩანს. კეთ კოტეჯები ჩანს. ნიავის ზურგში გვიბერავს. თევზი მოდის ხოშიანად. მოდი ძიასთან. დიპატარა. კაკიშტა. გაუთხდა ამოიყვანა რა. ეს სადა მოვხობდიო. პუმ. ანუ ვაფშე არაფერი არ შეცვლილა გუშინდელი რა. ცირა გუშინ მე მგონი ყველა კატარებაზე იღებდა და დღეს შეიძლება ცოტა. აი ესეთ რაღაცას რო არ იღებ იმენა რა ტეხავს რა. ეხლა რო კამერები არ ქონოდა. აი ვაფშე სპაიტა ვინ დაგიჯერებს. ესეთი ისტორიული თევზაობა.
დღეს. შენ თვითონ უყურე და გისწორდება რა. ზუსტად. ემოციები მე გადაგივლის რაღაც გავიწყდება და მე ვიდეოს მაგიტო ვიღებ აბა. კი. გამომწერებისთვის კი არ ვიღებ. ბიჭო გაძორა, ვაიმე რა კაი დარტყმა იყო. ანუ გამომწერები რომ მომემატოს მაგიტო კი არ ვიღებ. თორე გამომწერება რომ ისი ამოვნო კი? არა, ბაზარი არა, ხო თორე. აი რაღაც მეორე ფუჭი ჩარტყმა იყო. რაში ასაკ? იგავის ის ხრი გამასობაში. ჩვენ ქვეშ გამოეკიდა ბიჭო შენი რო ახოდი რაღაც წაარტყა და გაუჩერე და მოდი აქ ოიმე კოფრზე დაჯვარები არიან ეს უეჭვე და ყველა ბრაზილიანები რო არიან მომავთქა სხვათა შორის ჩვენი ნატყვი არის, ანუ დანაჭერი არც ერთი არ შემხედრია, ანუ გახვრეტელი ტუჩი არც ერთი არ ქონდა. მოჭამარ ჩადიდო ეს თორე თავებრივით. Tail spinner. პატარა 40-იანი. პატარა 40-იანი. გაჩერა. იხებ ხო? და-და-და-და-და. დუ-დუ-დუ-დუ-დუ-დუ. შეატრიალე. შენ როგორც უყიდი. მე დავდიოდი. ჰაჩერდი. მე დიდი ქორჩილის კურსებზე დავდიოდი. მეგონი რა რეულია და პროსტა უცხოს მე. აქვე რა წეში. მოგითხარი. ახლა რთული იყო და ჩაარტყა. კობრები მოგვადგნენ. გადი კობრო. გადი ფუ. ფუ. ხიხია. აუ რა კაია კობრი რო არა დღეს. აბა მარტო ქორწილა. ტალღა. ვაცკრია ლოთ ფრიქციონები ბრატ. აბა რა უნდა ვქნა. მე მოგასწარი. ზატა ჩემი უფრო დიდია. მოიყვა. არ მინდა ძალიან ჩქარი ამოვიყვანო, არ ამოვარტეს. არ არის მაინც სიღრმე, მაგრამ მაინც ცოტა. ასეთი ამბავია რა სტანდარტია. არა, შენი უფრო დიდებია რა, მაგრამ გეუდები დავდიოდი. მე მგონი უფრო დიდი ისტორია მაგიტო. ამას ისეაც ამოვიყვანო, ეს რა არის? გაგვესის ხლა ეს ტემა. იმას ქენი. ვაიცა ჩოგამბადეში არ გაუშვა ცოდუა მაგის სიკვდილი ხა. თუ მოკდა ესის ხლა. ჩოგამბადეში ჩასვი? ჯერ მოხსნა. შენ ხო არ გაისისხლი ზადი?
გამოვედით როგორც იქნა. ორდღიანი შაური. ნუ ჩანაფიქში ქონდა ერთი დღე ქორჩილა, მეორე დღე წერი. გუში ქორჩილა ვიპოვე და ვიჭირეთ შესანიშნავად კაი ზომები, მაგრამ დღეს წერის ძებნაში ისევ ქორჩილა შემოგვეჭირა. ესე ქორჩილაზე გადავერთეთ მოკლედ. წერი დარჩა აუსრულებელი მისია. აუსრულებელი მისია, რომელიც შემდგომში შემდეგ გასვლებზე აუცილებლად აუსრულებელი კი არა, შეუსრულებელი. შესრულდება. არა და ყავს შაურს კაი წერი, მაგრამ ქორჩილას სხვანაირი ჭერა უნდა, სხვა ადგილებში წერს სხვანაირი. ნუ თან ჭერა ხდება ხოლმე, მაგრამ მოკლედ არ გაგვიმართლა. წერის გარდა ყველაფერი ვიჭირეთ. ხო, აღჭურვილობა არიონი 21 გრამი, 229 სანტიმეტრი, 4000-იანი twin power-ი, 0.8 წნული, ფლუოროკარბონის სადავე, და ჯაკალის რატლინები, ციკადები. არა ჯანო? როგორი იყო? აკათათი. ბოლოჯე.